საუბრეთ სწორედ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის რევაზ კიკნაძის ოჯახის წევრებს. რეზო დღეს ოჯახს ესაუბრა, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ოჯახთან და უთხრა, რომ ხნედარი გარდა ამისა მოუყვა ოჯახის წევრებს რა ხდებოდა მისი დააკავების დროს. ის მეტრო უნივერსიტეტთან დააკავეს და შემდეგ როგორც ყვება გამომძიებლებმა აიყვანეს ლისზე, სადაც ემუქრებოდნენ სასტიკი ანგარიშწორებით და ეუბნებოდნენ, რომ თუ დანაშაულს არ აღიარებდა და ოპოზიციონერ ლიდერებს ხელს არ დაადებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწას მის თვალწინ გათხრიდნენ და დამარხავდნენ. შემზარავი ისტორიის მოსმენის შემდეგ ოჯახი ამბობს, რომ მათთვის ცხადია, რომ რეჟიმი ებრძვის ახალგაზრდებს, რომლებიც სამშობლოს იცავენ და ამბობენ, რომ მათი შვილი სხვების მსგავსად უკანონო ტყვეობაშია. გარდა ამისა, კიკნაძის ადვოკატი გვიყვება ასევე იმას, რომ ოქმი, დაკავების ოქმი არის ფალსიფიცირებული, სულ სხვადასხვა მონაცემია შეყვანილი რეალურად. მეტრო უნივერსიტეტთან დააკავეს მაგალითად კიკნაძე, თუმცა მითითებული არის ლისის მიმდებარე ტერიტორია მისი დაკავების ადგილად. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი გვიყვება, კიკნაძე მზად არის, რომ ამოიცნოს ის პოლიციელები, ვინც მასზე ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ძალადობდა და გარდა ამისა მზად არის საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის ინფორმაცია კაციტაცის უწყებას აქვს, ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამ დრომდე კაციტაცის უწყებისგან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა. ჩემი შვილი დაუკავებიათ მეტროსთან და შემდეგ წაუყვანიათ ლისზე და უთხრეს იქ, რომ ჩვენო აქ იცოდეო, თუ არ იტყვიო, რასაც ჩვენ გეტყვითო, ამოუცხრითო ტრაქტორითო და ცოცხლად დაგმარხავთო. უნდა თქვაო, ესე იგი უნდა დაესახელებინა ჩემს შვილს, ეს გვარამია, ხოშტარია, ჯაფარიძე ესენი, ვითომ იმათ დავალებებს ასრულებდა ხელებზე, რდაადეს ბორკილები და 6 საათის განმავლობაში მქონდა ეს ბორკილები და აძალებდნენ, რომ ეთქვა. ეგრევე თქვა, ბრძოლას ვაგზელებ თავისუფლებისათვის, ვაგზელებ შიმშილობას და გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, დაადეს ბორკილები და წეიყვანეს გლდანში. ამაყა თუ არ კარგად თუ არ რეზიკოსო სიცოცხლეზე წინ სამშობლო უყვარსო და მარდაც ეგრეცა. დაკავების მომენტიდანვე, როდესაც გამომძიებელი ბრალდებულს, მტკიცებულებებს ტყუილით უცვლიდა და ეს იყო ის, რომ დაზიანებულ დისკს უცვლიდა ადვოკატის გარეშე, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ფაქტობრივი დაკავება განხორციელდა უნივერსიტეტის მეტროში. დაკავების და ჩხრეკის ოქმი შედგენილი არის ლისზე. ყოველივე აქედან გამომდინარე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია გვაქვს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ რეალური ნაბიჯები არ არის გადადგმული. 10 ფურცლიანი ჩვენება მისცა რევაზმა, სადაც 5 ადამიანის იდენტიფიკაცია სახელდაგვარით ზუსტად მოახდინა. ასევე მიუთითა, რომ შეუძლია ამოიცნოს ის ადამიანები, რომლებმაც ყოველივე ეს განახორციელეს მის მიმართ. და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს კიდევ ერთი რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საბა ხვიტარიძე, რომელმაც გუშინ წერილის გავრცელა და სადაც აღწერდა დაკავების მომენტს, როდესაც ის დააკავეს, გადაიყვანეს იზოლატორში და აქ ორჯერ იძალადეს მასზე ნიღბიანმა პოლიციელებმა, კუნთმაგარმა პოლიციელებმა, როგორც თვითონ აღწერს. ოჯახიც და ისიც თვლის, რომ ეს არის დაშინების მცდელობა, თუმცა როგორც ოჯახი ამბობს, საბას მსგავსად სხვებიც არიან უკანონო ტყვეობაში და დაშინება რის მიზანიც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, ნამდვილად არ გამოუვა. მოსამართლეს აუხსნა და უთხრა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და სასტიკი ნაცემი. მოსამართლემ ეს ძალიან ჩვეულებრივად გაატარა და არანაირი ყურადღება არ გაუმახვილებია ამაზე. სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ, ამიტომ არის სამაგალითოდ დასჯილი და ამიტომ არის მე-6 იზოლატორში გადაყვანილი. საბასთვის ფაქტიურად სულ ერთია სად იქნება გამოკეტილი, მაგას არსებითი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამათთვის აქვს ეთყობა, რომ ვითომ ამითი თავის ძალაუფლებას გვაჩვენებენ და ეს ძალაუფლება ძალიან მალე დარწმუნებული ვარ ჩამოეშლებათ. არც ჩემი შვილის აი ესეთი წამებით, რასაც ქვია რომ აწამეს, არც ამ წამების არ მეშინია, იმიტომ რომ თავარია რომ ყველაფერს გაუძლებთ და ჩემი შვილი დარჩება ადამიანი. ესენი ვერასოდეს ვერ დარჩებიან ადამიანები. ფორმაც არ აქვთ და ვერ ვიტყვი რაები არიან და ვერ ვადარებ ვერაფერს, იმიტომ რომ
რაღაცებს ცხოველსაც აქვს კეთილშობილური ინსტინქტის შეგრძნება, მაგრამ ამათ არაფრის შეგრძნება არ აქვს. ამათ მარტო თავიანთი სკამების შეგრძნება აქვს, რისი დაკარგვაც ძალიან უჭირთ. კიდევ ერთი ტენდენცია, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოიკვეთა, უკავშირდება წარდგენილ ბრალდებებს. მაგალითად, რუსული აქციის წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეების ნაწილი, ვინც დააკავეს, დაკავებულები არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობით. თუმცა, როგორც დაკავებულები, ასევე მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ ის პირები, ვინც დააკავეს, ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ და ასეთი შემთხვევა არის სწორედ ზვიად ცეცხლაძის მაგალითით, როდესაც ის და მასთან ერთად დაკავებული ახალგაზრდები ღიმილის ბიჭებად მოიხსენიებენ საზოგადოებას, მათ ერთად აღმოჩნდნენ დაკავებულები, თუმცა როგორც ცეცხლაძეს ყვება, ისინი არ იცნობენ საერთოდ ერთმანეთს, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია წარდგენილი ბრალი, რატომ ედავება მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მაშინ როცა საერთოდ უცნობი ადამიანები მოხვდნენ ერთად ერთ საკანში, ერთსა და იმავე ბრალდებით დაკავებულები. ძალიან ამაყად არის, ძალიან ყოჩაღად არის, შეუდრეკლად არის, რომ ცდილობს პირდაპირ იწერება წერილში, რომ აი ბევრი რამ აქაც შეიძლება კარგი რაღაცეები აქედანაც გამოვიტანო, რომელიც შემდგომ ბრძოლაში გამომადგება სამშობლოსათვის. ძალოვანი სტრუქტურები ფაქტობრივად განსაზღვრავენ დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში და ეს ახალგაზრდები, ვინც ზიან დღეს ციხეში, მათი საქმეების შეკერვა დამუშავებაში მონაწილეობენ, შესაბამისად უნდა იგრძნობოდეს ყველა ამ დაწესებულების შესასვლელებში პროტესტები. ნოემბერსა და დეკემბერში დაკავებული მოქალაქეების დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე, ძალის გადამეტებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე, თუმცა კოკა კაციტაძის უწყებას ამ დრომდე არც ერთი სამართალდამღვევი არ გამოუვლენია, უფრო მეტიც, როგორც საიაში ამბობენ, არა მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული და ძალის გადამეტების ფაქტი არ დამდგარა არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი, ამ დრომდე დაუსჯელებიანია ის სამართალდამცველები, რომლებიც არაადამიანურ მოპყრობაში ამხილეს გაზაფხულის აქციების დროსაც.